თბილისის ერთ-ერთი ისტორიული სიმბოლო რუსთაველის გამზირის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი განახლებული საბაგირო 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. ისტორიული ობიექტი მგზავრებს 1959 წლიდან ემსახურება. თბილისის ისტორიულმა საბაგირომ ახალი დროის ათვლა 1 წლის წინ დაიწყო. რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე გადაადგილება დღეს საბაგიროს მგზავრებისთვის საიუბილეო ღონისძიებით აღინიშნა. ავთენტიკური იერსახით აღდგენილი ქვედა ისტორიული სადგურიდან მთაწმინდისკენ დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მგზავრებს უკვე 1 წელია ემსახურება. ეს პროექტი განხორციელდა ტექნიკურ ნაწილში მსოფლიოში ცნობილი კომპანია დოპელმაიერის ტექნოლოგიით და მოხარული ვართ, რომ 1 წლის განმავლობაში უპრობლემოდ ხდება ამ საბაგიროთი ექსპლუატაცია და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი წელი მოემსახურება ეს საბაგირო ჩვენს დედაქალაქს. საბაგირო ძალიან აქტუალურია. ეს ჩანს განსაკუთრებულად, როცა ხალხმრავლობა არის, როცა მთაწმინდის პარკში დიდი მასშტაბური ღონისძიებები ტარდება. საბაგირომ 1 წლის განმავლობაში მოემსახურა 1 მილიონ ადამიანს. თბილისის პეიზაჟების ხილვით 1 კილომეტრიანი საბაგირო გზით მგზავრობა მთაწმინდის პარკში მოსახვედრად უმოკლეს დროში 4 წუთშია შესაძლებელი. 1959 წელს დაწყებული საბაგიროს ისტორია გრძელდება. დედაქალაქის უნიკალური ობიექტი თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო მგზავრებს უკვე 1 წელია კომფორტულ გადაადგილებას სთავაზობს. სამხრეთ კორეიდან ჩამოვედი, ჩვენი სასტუმრო აქ ახლოს არის. როგორც კი საბაგირო დავინახეთ, მაშინვე გაგვიჩნდა მგზავრობის და ამ ხედის ნახვის სურვილი. არაჩვეულებრივია ამ მთებისა და შენობების სიმაღლიდან დანახვა. ძალიან ლამაზი ხედებია, ძალიან სასიამოვნოა აქ ამოსვლა. თვითონ პარკით ძალიან კმაყოფილები ვართ. რო ამოდიხარ, ძალიან მართლა კაი შეგრძნებაა. ანუ მთელი ქალაქი ჩანს, ყველაფერი ჩანს. ბავშვებიც პირველად ყავდა და მარტივია აუხსნა რაღაცები, აი სად რა არის. ისტორიული საბაგიროთი გადაადგილება დილის 10 საათიდან ღამის 12-ის ნახევრამდეა შესაძლებელი. დღევანდელი საიუბილეო მგზავრობა დღის ბოლოს სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.